მესამე დღეა დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. უხმა ანალექმა რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. ენერგოპრო ჯორჯიასა და სოკარგაზის ტექნიკური ჯგუფები ცდილობენ პრობლემის დროულად აღმოფხვრას. გუშინ საღამოს თითქმის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა იყო გაწმენდილი, მაგრამ გუშინ ღამით მოსულმა უხმა ნალექმა კვლავ შექმნა პრობლემები და დღეს სამწუხაროდ გვაქვს სოფლები, რომლებთანაც გადაადგილება შეუძლებელია. თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე სამივე მუნიციპალიტეტი ჩვენს მოქალაქეებთან და მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ხდება ისიერი რეაგირება შესაძლებლობის ფარგლებში და მიმდინარეობს პროცესი უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს გზების გაწმენდა თოვლის საფარისგან. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამშრომლები, რათა შესაძლო მოკლე პერიოდში მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აღდგენა ჩვენი მოქალაქეებისთვის.